ივნისში ინფლაცია დაჩქარდა, რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად გიყვებით რამდენიმე წუთში. დააკავეს საბაჟოს ცვლის უფროსი, რომელიც მოქალაქეს უკანონოდ $200,000 შემოტანაში დახმარებას დაჰყვიდა და სანაცვლოდ ყოველ ერთეულს შემთხვევაზე $8,000 გადახდა მოითხოვა. ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის და ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის $5,5 მილიონი ტენდერი გამოცხადდა. საქართველოს British Airways-თან მარკეტინგულ კამპანიაზე 60,000 ფუნტის კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებში ტელეგრაფზე მარკეტინგული მასალა განთავსდება. იფქლიდი ღომი ვარკეთილში ახალ საწარმოს ხსნის ახალი ქარხანა ამოქმედება წლის ბოლომდე. მოგესალმებით, ეს BMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ელენე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. ივნისში საქართველოში ინფლაციის დონე 5.8%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი მაღალი ნიშნულია და მხოლოდ აპრილში დაფიქსირებულ ინფლაციის 5.9%-იან დონეს ჩამორჩება. სამხმარებლო ფასების ფორმირებაზე ტრადიციულად გავლენა მოახდინა სურსათის ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე ფასების ცვლილება. ყველაზე გაძვირებული საქონლის ჩამონათვალშია დიზელის საწვავი, რომელიც ბოლო 1 წელიწადში 48.7%-ით გაძვირდა. ქორწინების ბეჭედი გაძვირდა თითქმის 46%-ით. ლობიო 45%-ით, თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება გაიზარდა 32.9%-ით. რაც შეეხება საქონელს, რომელიც გაიაფდა, მათ შორისაა გრძელვადიანი მოხმარების საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ასევე ციტრუსი და ინტერნეტის ღირებულება. საქსტატი მიუთითებს, რომ მთავარ ზეწოლას ინფლაციაზე იმპორტი ქმნის, რაც თებერვლიდან მკვეთრ ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით 2026 წლის ივნისში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 11%-ით გაიზარდა. კერძოდ ივნისში რესტორნებში ხინკალი წლიურად 8%-ით გაძვირდა. გასული წლის ივნისთან შედარებით 10%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 9%-ითაა გაზრდილი. 10%-ით გაიზარდა ბარში ლუდის ღირებულება, ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ფასიც, რაზეც წლიურმა მატებამ 4% შეადგინა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესმენი გელა ხანიშვილი ახალ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას სტრუქტურულად უფრო ევროპულ და მოწესრიგებულ მოდელად მიიჩნევს, რომელიც დარგობრივ სტანდარტებს მკაცრად განსაზღვრავს, თუმცა აკრიტიკებს ახალი მოდელის პოსტდაფინანსების მექანიზმს და 2 მილიონიან ლიმიტს. მისი აზრით, სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი პირობები ფერმერებს ფინანსებზე წვდომას გაუძვირებს, ხელს შეუშლის აგრობიზნესის აუცილებელ გამსხვილებას და შესაძლოა ბანკების მხრიდან სოფლის მეურნეობის კრედიტება გაართულოს. აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაზე გელა ხანიშვილმა გადაცემა წერტილთან ისაუბრა. ეს პროექტი ჩემთვის იქნებოდა იდეალური პროექტი, არსებულზე უკეთესი ბევრად, რომ დარჩენილიყო აგროკრედიტის კომპონენტი. გრანტის მიცემა ფერმერისთვის ერთი ნაწილი და იაფი აგროკრედიტის მიცემა მეორე ნაწილი. ეს ამ პროექტში გაერთიანდა 2 მილიონში. და გარდა იმისა, რომ შემცირდა, თვითონ მექანიზმია ისეთი, რომ სიმყარეს ბანკს არ აძლევს. აი, როდესაც ბანკს ყოველ თვეში ერიცხება 11%, ბანკი მდგრადად გრძნობს თავს და აძლევს შეღავათიან პერიოდს ბიზნესს და ამ შემთხვევაში ვეღარ მისცემს. გარკვეული ინსაიდერული ინფორმაცია მაქვს მეთქი. ბანკებთან მიდის მუშაობა. შეიძლება როგორ დარბილდეს ბანკების ფულის გაცემის მექანიზმი. თუმცა აი ამ პროექტში არსებულში დღევანდელში რაც გაუქმდა და დღევანდელი რაც არის ყველაზე ცუდი წერტილი ერთი, ეს არის ჩაკეტვა 2 მილიონით, ადრე 1,5 მილიონი იყო ჩაკეტილი, რაც ხელს არ უწყობს ბიზნესის გამსხვილებას. ჭარბი ენერგიის დროს ჰესების გაჩერება ბოლო პრიორიტეტი უნდა იყოს. ამის შესახებ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში აცხადებენ. გრედაში ფიქრობენ, რომ სისტემაში ენერგიის სიჭარბის დროს ჰიდროელექტროსადგურების მუშაობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა შეჩერდეს. გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი ჯერჯერობით ოფიციალურად დოკუმენტზე ასახული არ არის, არსებობს კონსენსუსი, რომ ენერგიის სიჭარბის პერიოდში, როდესაც გენერაცია მოხმარებასა და ექსპორტის შესაძლებლობას აჭარბებს, პრიორიტეტი ჰესებს მიენიჭოს.
თავდაპირველად კი სისტემა მზის და ქარის სადგურების შეზღუდვა უნდა განიხილოს. როგორც გრედაში განმარტავენ, ჰიდრორესურსი ქვეყნის მთავარი აქტივია და მისი უგულებელყოფა არასწორია. ამასთან ჰესების მშენებლობა გაცილებით რთული და გამოწვევით სავსე პროცესია, ვიდრე მზის და ქარის სადგურების შესაბამისად მათ დამატებითი ფინანსური რისკები აღარ უნდა დაეკისროთ. ყველა საუბარში აღინიშნება, რომ ჰიდროელექტროსადგურებს მიენიჭება პრიორიტეტი. და ეს არის სწორი ბევრი კომპონენტის გამო. პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ ეს რესურსი გაგვაჩნია და ამ რესურსის ასე ვთქვათ, უგულებელყოფა არასწორია. მეორე მხრივ, ყველაზე ასე ვთქვათ, რთული და გამოწვევებით სავსე არის აი ამ ასე ვთქვათ ტიპები, რომ განსაზღვროთ ხალხს და მზეს რო შევადაროთ ჰიდროელექტროსადგურების შენებლობა. და შესაბამისად ამას დამატებით ვიყოს ვეღარა დავაკისრებთ, თუ დამატებით ვიყოს დავაკისრებთ, შესაბამისად მოგვიწევს რომ მაშინ არ აშენდება უბრალოდ ჰიდროელექტროსადგურები. და პლუს იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ აი ამ თვეებში ჰიდროელექტროსადგურების გენერაციის დაახლოებით 40-50% უწევს აი ამ ორ თვეში, როცა არის ხოლმე ასე ვთქვათ ეს ჭარბი გენერაცია და დაღვრების პერიოდი. აქედან გამომდინარე, ამას თუ გავუნულებთ, მაშინ ორჯერ მეტი ტარიფი უნდა გადავხადოთ სულ ცოტა ჰესად. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ British Airways-თან ამარკეტინგულ კამპანიაზე ამჯერად 60,000 ფუნტის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. შესყიდვების აგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ბრიტანულ ავიაკომპანიასთან 25 ივნისს გაფორმებული შეთანხმება საქართველოს მიმართულების პოპულარიზებას გულისხმობს. ამ მიზნით ბრიტანულ სააგენტო ტელეგრაფზე მარკეტინგული მასალა განთავსდება. ამასთან შეიქმნება 4 სარეკლამო სტატია, რომლებიც ფოკუსირებული იქნება საქართველოს კულტურაზე, ისტორიასა და ღირსშესანიშნაობებზე. ამას გარდა მოხდება ციფრული სტატიების რეკლამირება ტელეგრაფის, Facebook-ისა და სხვა სოციალურ გვერდებზე. British Airways-ი საქართველოში გასული წლის მარტში შემოვიდა, იმავე წლის აპრილში ტურიზმის ადმინისტრაციამ ავიაკომპანიასთან 88,000 ფუნტის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რაც სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის ბორტზე საქართველოზე სარეკლამო რგოლის გაშვებას ითვალისწინებდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის პროექტირებისთვის, ასევე მთლიანად ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის 5,5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. პროექტი მოიცავს ბათუმის ძველი და ახალი ბულვარის, სანაპირო ზოლის და მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიებს. საპროექტო არეალის საერთო ფართობი კი 136 ჰექტარს შეადგენს. განაცხადების თანახმად პროექტის მიზანია ბათუმის და გონიოს ბულვარის საფეხმავლო ხიდით დაკავშირება. სარეკრეაციო სივრცეების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიების განახლება. დოკუმენტის მიხედვით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მდინარე ჭოროხზე დაგეგმილ საფეხმავლო ხიდს, რომელიც ბათუმსა და გონიოს შორის ახალ საფეხმავლო კავშირს შექმნის. პროექტი ასევე მოიცავს ბათუმის ძველი და ახალი ბულვარის ინტეგრირებულ განვითარებას, სადაც გათვალისწინებულია როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ისე არსებული ობიექტების რეაბილიტაცია. პროექტირების შემდეგ დადგინდება თუ რამდენი მილიონი ლარი დაჯდება როგორც ახალი ხიდის აშენება, ასევე მთლიანად ბულვარის რეაბილიტაცია ბათუმში. საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტ წითელი ხიდის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. გამოძიების ცნობით დადგინდა, რომ ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოქალაქეს დაგპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე $200,000 შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ საჯარო მოხელემ ქრთამის სახით ყოველ ერთეულ შემთხვევაში $800 გადახდა მოითხოვა. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლება ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის $4,000 აღებისთანავე დააკავეს. დანაშაულის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქმის კურსი ამით დასრულებულია. BMG TV-ზე ზუსტად 1 საათში დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.